ხო ტაფა გავაცხელოთ, დავაყაროთ ღვიძლი. დაიოხო. ღვიძლი ჩვეულებრივი ქათმის ღვიძლი, რომელიც ღირსელიანია ფი. და ეს არის ძალიან ესე. და Kann ich ein bisschen zu der Tolle. Ja, amore. Ich habe noch am ცხიმის გარეშე რა მოხდება? აბა თუ ყველას რო გაინტერესებთ როგორ უნდა გააკეთოთ საჭმელი და ნერვიულობს და ტაფაზე ვერ ხვდებით როგორ კეთდება? აი ესე კეთდება. ხო ჩავწერ შვილის კატოს ფაფას როგორ ვაკეთებ? დავაყაროთ შავი პირფილი. სუანური მარინე. კარგი სუნია და ჩვეულებრივი მარილის დავამატეთ. გამოვიდეს მარინელი ვაცალოთ. ნუ, მე ხამაურა. ეს არის ერთის ადრეს ხტი და ხანი ვაცილო. დაიბრაწოს, გავსინჯე უგემრიელესია უკვე. ანუ ეს ძალიან სწორხანად დაჭლი ძალიან მალე იწובה. მე ყველანაირად თუ ტაფატი არის. ეს რო გაფუჭები, ანუ ტაფა იმაში გაქვია. და შავდება, მაგრამ არა უშავს კაი ირეცხება. აი. ხა ისეთი გემრიელი გამოდის, რა მე ის ძალიან გიждები ყოველდღე ძალიან მიყვარს და სადეთ. ეხლა შეიძლება ამის დავასხო კვერცხი. შეიძლება არ დავას. არა მოკლედ ხარ დავასხო მომის და შეიძლება პომიდორის ტომატთან ერთად. აი ეს არის მოკლედ ჩვენი დღევანდელი ესე იგი ხდება. აი ეს არის 1 კილო ღვიძლი მაქნაყილი აი აქ. აი ესეთი ღვიძლი მაქნაყილი 1 კილო. რა დღეს ძალიან იაფი. აქედან აი აქამდე იყო. აი ეს ამისგან გამოვა. აი ეს 1 2 3 4 კიდე ესეთი ბევრი რა. აი ეს საინტერესოა. აი ეს ხო იბრაწება. არანაირი ცხიმი, არანაირი ზეთი, არანაირი არაფერი არ ჭირდება მოკლედ. ეგ არის